გამარჯობათ მეგობრო, არხი გამეწერება, კარგო ხალხო. გამარჯობათ. მოკლედ ეხლა მაყვლის სეზონია რა, აი ესეთი მაყვალი მოვყრიფე. და მინდა დედაშენი წარმოშობით საიდან არის? იმერელი. ო და საპატივცაც იმოთ იმერული რაღაცა გავაკეთოთ. ეს მიჭამია არ გამიკეთებია, პირველად ვაკეთებ რესტორანში ვჭამე, შევუკვეთე წიწილი, ну ვარია რა ქვია მას კაცო? მაყვალში. საინტერესო რეცეპტი ნახე. არ იყო გემრი. ну აი ხარ ვაიმე და რაღაცა რავი იყო რა. ქაბაბს არ აჭობდა, მოდი ეგრე ვთქვათ. მაგრამ ეხლა გავაკეთებ ისე ჩემ გემოვნებაზე. იმათ რა გააკეთეს ღმერთმაიძის, შეუკვეთეთ და მოიტანეს. ხო და ესეთი რამე არ იყო. ეხლა ნახეთ. აი აქ თეთრი რაც არის. ნახევარი ჩაისკოვზი შაქარია, ნახევარი ჩაისკოვზი მარილი. კაი ბლომად დაღირღილი წიწაკა არის. ქინძია. ყვახი ყურძენია. სამი კბილი ნიორია. საჭიროა რომ ყვახი იყოს თუ? ხო, საჭიროა. რეჰანია და აბა მას უსუნი რა არის? პიტნა. და პიტნა. და ქინძი. ქინძი გავრეცხე ბატონო დავით მაიცადე. ეს. ამის გადაგდება შეიძლება თუ არა ბუნებაში? შეიძლება. შენ არ ლაპარაკობ, იმებით მანიშნებ, ხო? ესე იქნება თუ ისე იქნება. კაი. მოკლედ, ეხლა აგარაგზე ვართ. ამიტომ დენის საშუალება გვაქვს. აი ესეთი რამე მაქვს მოწყობილობა, ხო და წყალი გინდათ ერთი აი იმდენი რა. მე თქვენთან მიხედავთ. აი ეს არის ბლენდერი. აი ეს. და ბატონო დავით, ეხლა მე ბლენდერის მაინცა და მაინც ის არა მაქვს. გაგება? არა, გამოცდილება ესეთ რაღაცებთან სამუშაოთ, მაგრამ ჩავდოთ ჩიქ. ეს ჩავარო? ეს ჩავდო. არა, ეგარ ჩავდო. მოკლედ, ქინძი ჩავაგდე. პიტნა, მოდი ეგ გამოვარჩიო, რომ ნახოთ პიტნა რამდენია რა. ერთი კონაც არ იქნება რა. აი პიტნა ამდენი. და ეს რეჰანი არის ამდენი. აი დაჯი პრომეტია. ორივე ესეთი ინგრედიენტი არის ძალიან მას რა ქვია? რეჰანი. აი ნახე რეჰანსა სუნიაზის ორივე არის ძალიან ისეთი რაღაცა რა, ძლიერად გემრიელი, აი სუნი და გემო აქვს ძალიან ისეთი რა მკვეთი. ამიტომ არ ვიცი. საჭმელში გამოიკვეთება უფრო კარგად. ხო არა, ეს უეჭოლი თავის გემოს მიწევს. ეხლა ყურძენს დავიარჩა. ამი არა კანენად არ ჩავავდე. მოდი ამას დავაფშვნი. ნახე რომ ყურძენი ჩავყარეო რა, აი რა ვიცი. მაშინ იყო ყურძენი, მაგრამ აი მე მგონია რომ ეს ჩენჩო მაინც ადამიანი გასინჯი აბა გემოს. ჰა? ისე ყოჭაღი ბიჭო, კბილი პატარაზე მაინც ჯაკბიჭი. რო გააკანე და დაგეჭოდა. კაი მაიცა. მაიცა. მე ვერ ვყრი. კაი ხო და მაიცა მეთქი კაცო, ვა. იგივე მაგდენი არ უნდა. თუ მოერევა ეს ბლენდერი? ეხლა ვინც ამის ამ მუღამში ხართ ალბათ რავი, აი ამდენ ჩავყრი, ორი აი ამდენი ჩავყარე რა. მაყვალს იცი ეგეთ სახელი არსებობს მაყვალა. ვიცი ბებიაჩემს ქვია. ბებიაშენს ქვია მაყვალა. აი. ეხლა ამას დავაყაროთ. დაღირღილი ცოტა ახლო მოიტანე ხოლმე რა. დაღირღილი, წიწაკა, შაქარი და მარილი. მარილი და შაქარი ნახევარი სუფრის ყოლზე. ხო, კიდე რა უნდა ვთქვი, ახლა ამას კი ვაკეთებ, მაგრამ სიმწარიც იქნება ხო ცოტა? ჰა? ცოტა სიმწარიც იქნება. ისე კაი წიწაკა ჩავყარე და რავია, მაგ გემო უნდა გქონდეს და ხლეს აღარ გვინდა და ცოტა დატო. ჰა, ცოტა გიტო. ну მოკლედ ერთ წილაზე ნახევა ან ბლომად უნდა იყოს რა 500 გრამი მაინც დილით ავდექი ბატონო დავით შე რო გეძინა ხო
ოფიციალურად. რავი, 3 საათზე ვხედი მხოლოდ. აჰა. აი. ეს აჰა, ერთი მუჭა დაგიტყოს. სიტყვას მიცემს, ხო? სიტყვას კი არა და ეს არის მთავარი და მე რია იმ ყველაფერს. უნდა დაასხათ წყალი. ეს თავის წვენს გაუშვეს, მაგრამ სუნი გაუშვა რაღაც. ჰა? სუნი არ გაი. მომეციობა ეს რაღაც. მოკლედ, აი შეხედეთ, აი ესეთი რაღაცა გამოვიდა, არა გვერდიდან ჩნე. აი ესეთი რამე გამოვიდა. ეს იმას დეკორაციას რაღაცას. ბატონო დავით, ჩვენ რაღაც ძალიან საჭოჭმანო რაღაცას ვაკეთებთ, რა ვიცოდი. მართალია. აბა ნახოთ რას ისამს. მაგრა უნდა დაბლენდერდეს. შენ მაყვალი ჭამე. კიდე უნდა. აქედა ხო არ გადმო. კი, ცოტა. დერმა არ დამარტყა. მოკლედ იყოს ესე. მოდი აბა ვნახოთ რა გამოვიდა. რაღაც უცნაური სუნი აქვს. გემო უნდა გაუსინჯო რა. უნდა გემოვაგდო სიმწარე წიგნო. სიმწარე იზრდება და მე ისე უცებ გაქრა სიმწარე. მოდი კიდე გავაგრძელოთ. რაღაც უცნაური გავაგრძელოთ ამისი დაბლენდერება. შენ გაიქეცი და საცერი მომიტა. მოკლედ. მეც. აი ესეთი რაღაცა მაქვს. სასერი. ბებიას დროინდელი საცერი ვიპოვებ. ეს ყველაფერი უნდა გაისაქმნოთ. ჩავყაროს. ჩავასხათ. რაც ეს წუწაობა არ მევასება. აი. ესეც აგდავდოთ და ეხლა ეს უნდა გავცრათ. საცერი დამიჭირე. ნუ, კიდე კაი. დიდი რაღაცა წამოიღე. ნუ ხელით იმას ვიზავ რა. ხელთან ამა შემოხედე. ჰა? მოდელები. რაღაც მაგდაგორე. ეხლა მე ამას მეტოიოდ ასე ვიქ. სულ გავატარებ. აი შეხედეთ უკვე რა ახლო მოიტანე. აი შეხედეთ როგორ რაღაცა დარჩა, თითქმის წვნიანი აღარ არის რა. ხო რაღაც. აი ესა. აი ეს შეგინდან მინდა რომ ნახოთ რა. შეხედეთ. აი ეს სულ უნდა გამოიწუროს და ხო აი ნახე ბლომად დარჩება ასე არის. აი დაღერგილის იზაკაც. ჰა? დაღერგილის იზაკაც ჩანს. ო, ნუ წიწაკაც კიდე ახლა ნახე რა, ამან თავის გემო გაუშვა და მეტი აღარ დავტოვო, თორე უფრო გამწარდება. და გება ჟამი ჭეშმარიტებისა. ჯერ არ დგება, უყურეთ. აი შეხედეთ. ეს ჯერ კიდე ჭიპჭიპებს. ახლო მიიტანე. გაისუნ. ქათამი უნდა იყოს აი ესეთ დონეზე შემწვარი რა. ახლა ცოტა დაიკრა, მაგრამ არ აღუშავს. დავჭრათ ბატონო დავით ესე. უნდა ჩავაწოთ ამაში. არ უნდა ჩავაწოთ, ნახე. ჩავაგდოთ. უნდა ჩავალაგოთ. არა, ხელებს მოკიდებ, კარგი? და. ეს. აცვერბო. ტოტს. და უყურეთ რომ თლიანი დიდი ბებერი ქათამი არ გააკეთოთ რა. თუ გინდათ რომ ნამდვილი იმერული რაღაცა გამოვიდეს, რაღაცა რა საჭმელი. წიწილი ჯობია. ნუ ვარია. ბატონო დავით ყველაზე გემრიელ იმაზე მივედით. ნაცინზე? კერდი. კერდი საერთოდ რბილია. გემრიელია და სამო. ხო ეგრე? კი, რა, მე გამისინჯავს. კერდი? ამაში არ გამისინჯავს.
მე სხვა გულის სითბოზე გელაპარაკები, აბა შენახა რა. არა უშავს, მაგასაც გასინჯავ. პატარ-პატარა ისინი ჩავაგდოთ. იყოს. ეხლა ეს ცხელი რო ჩავალაგეთ. ჩავძიროთ, კაიგე. ესე. თას მოვაჭი და მკერდი ორად გავხოთ. ფრთები კაია. ფრთები კაია. აჰა. მიყვარს ფრთები. ფრთასო ისინი არა აქვს. რები. რები და ის რაღაცო. კერდი ხორცი არა აქვს ბევრი. ხო რა, ჭამხორმე და. აჰა. კარგად ჩაყენ. ჩავაწოთ. ვა. რა იყოს? ეს მუზექი გამის. აი ახლა ნელა. აი ეს ხარა-ხურა არ მიყვარს ხოლმე ქათამში რა კისერი და რაღაცეები, მაგრამ აბა კაია ეს თორე. ჰა? შენ რო იცოდე კისეს ხორცი მაგარია, მაგრამ აი რაღაცა უხერხული ამოსაღები როა, ხო? კაი. ეხლა მეგობრებო, აი ნახეთ, მთლიანი ქათამი ჩავდე. ეს დიდი ხანი უნდა იყოს თუ? არა, დიდი ხანია, ხშია და მაგით მეკითხები. მაყვალი მომეცი. მაყვალი. ცოტა მაყვალი დარჩა. ხო და აი რამოდენიმე მაყვალიც დამჩა და ახლა მოიტანე. აი ეს მაყვალი. სილამაზის. აი ესე შეგიძლიათ რომ სილამაზის გამო ესე გააფორმოთ. ეხლა 5 წუთი ვაცადოთ ამ სულ ყველაფერს ბატონო დავით. რა შეხედო შორდან ბორში გეგონება. შორდან რა შეხედო ბორში. ეხლა ბორში გეგონება თუ რა გეგონება გეუბნები რომ ეხლა გაუჯდეს ეს ცოტა ხანი დაველოდო და დავაგემონო და ზედ სასელიცხვილოს მივარტყათ. მე თუ არა. კაი. თუ ვერა. დაველოდეთ 5 წუთი, აი ეს მაყვალიც ზოგი ჩაიძირა, აი ესეთი გახდა რა. მოგედა აი რო გითხრათ ეხლა რომ გემრიელი ჩამის. არაფერი გემრიელი არა ჩას. რო გითხრათ ეხლა მოვიხიბლე მეთქი ამითი რო როგორი შესახედავია. აი ესე, იცი? თა გადმოშერა. მოდი ჯერ მკერდ ჩააფრინდი ბატონო დავით. მერე ფთას, ეს ანახი მაიცა. ამას ეხლა წამოვახსენ. არავინ არ შეიმჭამოთ. არა, მოგეშინი. აი ესე. არ მეში. აჰა. მაიცა ჩემთვისაც გადმოვიღო. აჰა შენ. დელოგმა. ჩანგალი ვერ ვიპონი ესე რომ ჩანგლების მეტი რა არის? ჰა? ჩანგლების მეტი რა არის მეთქითხეში? ხო და მაგას ვიძახი რომ აჰა. ძანგაი. დამელოდი ხო? ბატონო და ეს რამეს გეტყვი რა. და დამიდახ ცხოვრებაში დაიმახსოვრე, კარგი? როცა სხვა ადამიანიც არის და საჭმელია ერთი. შენ არ დაждდი არასოდეს და ჭამა არ დაუწყო, გაიგე? მნიშვნელობა აქვს საკუთარ სახში ხარ. თუ სტუმრად ხარ. დაჯექი დაელოდე. ეხლა მე ნახე საჭმელს ვიღებ და შენ დაუწყე უკვე იმას ის, ხო? განა მენანება, მაგრამ ეგ არის ძალიან დიდი უზრდელობა. ეგეთი რამე აღარ გააკეთო შვილო. დაელოდე ყველას, აი მწვაცაცოს კაცი დაელოდე, შეწოს, მოიტანს. თუ კიდე მეორე პარტიას დაელოდე. გამიგე? ეხლა შეგიძლია ჭამა. გამოვდი. სადაც გინდა იყოს შვილო, ძილობა არ დაივიწყო, იმიტომ რომ მერე უნდა თქვან რა ოჯახში გაიზარდაო. თან ქართველებს ეგეთი რაღაცები არ აღჩევია. ბავშვი ხარ, არ ვიცი, მაგრამ ეს დოქიცი რა დოქია. ეს პაპა ჩემის დოქია, პაპა ჩემის ალალი მამიდაშვილი იყო გენერალი მაზნიაშვილი და ეცათა სვავდნენ ხოლმე აი ამ დოქიდან, აი. ისტორიული დოქია შვილო. აი რანაირი ღვინოა. ძველი ღვინოა. გასინჯე? соусით არა, აი соуს თუ რაც არის. აბა ვნახოთ.
მშვენიერი. ნორმალია. რესტორანში გაკეთებული ჯობია? არა. არა? რესტორანში სხვა რაღაცა. აი ეს არის? ნამდვილი თურა. აი დანაიხმარე, კაცო, გაჭერი. ეს რამეს გეტყვით, ეხლა ისეთი სეზონია მაყვალიც არის, ყვახე ყურძენისა და დანარჩენი ყველაფერიც არის. ეს გააკეთეთ აუცილებლად. მოსწრეთ. ვიდეო გადაახვიეთ, თუ რამეა, ნახავთ იმას რა ქვია. რა ინგრედიენტები გამოიყენე და აუცილებლად გააკეთეთ. ბატონო დავი დაჭერი რა. თებში ახლო მიიტანე. ზოგი რა იქიდან აჭამს ხოლმე, ხო? ეგეც უძდელობა. ამა შეჭამე. ის თეთრაც არის სოუსში ამოწე. რა როგორია? კაი გურმანი ვიქო. ძალიან მრევლია. მოდი ბატონო დავით. ამ ჭიქით საქართველოს გაუმარჯოს იმერლების სამადობით. ამით. იმერეთი ძალიან ამაზი მხარეა, ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მაგარ კერძებს აკეთებენ. რთული. ქვემო იმერეთი იქნება თუ ზემო იმერეთი იქნება, ყველგან მაგარი ხალხი ცხოვრობს. ზოგადად ღმერთმა ისე გაცხოვროს. არა, ზოგადად საქართველოში, მაგრამ ხან იმერლების სადღეგრძელოს ვიძახი, გამიგე? იმერულად გაუმარჯოს. რაღაცნაირი აი ესეთი რაღაცნაირი გემრიელი ხალხია რა. აგიმარჯოთ იმერლებო და თქვენი დამადობით დანარჩენ საქართველოს გაუმარჯოს. ამინ. თიდან და ბარიდან სულ ყველას ჩვენ საქართველოს აგიმართ გენაცვალე კარგად იყავთ რავი აი ესეთი სუფრა და ესეთი გემრიელი რაღაცები არ მოგაკლოთ ღმერთმა. აბა გავშინჯოთ. მაგარი ღვინო. არ არის მაგარი ღვინო. აბა. ძალიან მაგარი ღვინოა. რა ისინი ხარ მეგობი? შენ იცი რომ განსხვავება არის ძალიან დიდი. შესახედავთ არის რაღაცნაირი რა, მაგრამ უცნაური, მაგრამ ძალიან გემრიელია. გემო აქვს. სასწაული. დაუვიწყარი რა. ამით გამოგებშლოთ მეგობრებო. აი ეს იყო კი ქვია მაყვალში, მაგრამ ყურძენიც ხო უქენით. რეჰარიც უქენით, პეიტნაც უქენით, წიწაკაც უქენით, მოკეთ მაყვალში. წიწილა იყო ეს და ეს არის უგემრიელი საჭმელი. კარგად ვზრდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.